პირველად ერთ სივრცეში და ხშირად ერთ პოზიციაზე. პეკინი, მოსკოვი და ფხენიანი საერთო ხედვის მეგობრები არიან. სიგნალი ნათელია. მსოფლიოში ძალას იკრებს ალტერნატიული ერთობა. ავტორიტართა ერთიანი ფრონტი, რომელიც ძალების ნაკლებობას არ განიცდის. ტიანანმენის მოედანზე მასშტაბური სამხედრო აღლუმით ძალის დემონსტრაცია იყო. სამხედროც და პოლიტიკურიც. არავის გვეშინია. სი ძინპინის ეს სიტყვები პეკინის ცენტრში შემოკრებილი გავლენიანი მეგობრების ფონზე კიდევ უფრო რიხიანად ჟღერდა. უნდა დავაჩქაროთ მსოფლიო დონის არმიის შექმნა. ჩვენმა ჯარისკაცებმა მტკიცედ უნდა დაიცვან ეროვნული ერთიანობა და ტერიტორიული მთლიანობა. კაცობრიობის ბედი გადაჯაჭვულია და მხოლოდ ერთმანეთის თანასწორი მოპყრობით, ჰარმონიაში ცხოვრებითა და ერთმანეთის დახმარებით შეუძლიათ ქვეყნებსა და ეთნიკურ ჯგუფებს შეინარჩუნონ საერთო უსაფრთხოება, აღმოფხრან ომის ძირითადი მიზეზები და თავიდან აიცილონ ისტორიაში ჩვენთვის ცნობილი ტრაგედიების გამეორება. დღეს კაცობრიობა კვლავ დგას არჩევანის წინაშე, მშვიდობასა და ომს, დიალოგსა და დაპირისპირებას. ორმხრივ და ნულოვან სარგებელს შორის. ჩინელი ხალხი მტკიცედ დგას ისტორიის სწორ და ცივილიზაციის მიღწევების მხარეს. მიუყვებით მშვიდობიანი განვითარების გზას და ყველა ქვეყნის ხალხთან ერთად ვიმუშავებთ, რათა შევქმნათ საზოგადოება, რომელსაც საერთო მომავალი ექნება. ჩინელ ხალხს არ ეშინია ძალმომრეობის, ისინი თვითმყოფადები და ძლიერები არიან. პოლიტიკური თეატრის ამ სცენაზე კიდევ 25-მდე მსოფლიო ლიდერი იდგა. მათ შორის არ იყო ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებს თბილად ესაუბრებოდა. ჩანს, რომ მათთან ნიუ-დელის კავშირების გამყარებას დრო სჭირდება. სამაგიეროდ იქ იდგნენ სახეები ირანიდან, პაკისტანიდან, ბელარუსიდან, თურქეთიდან, მათთან ერთად კი აზერბაიჯანიდან და სომხეთიდანაც. იყო ორი ევროპელიც, ნატოსა და ევროკავშირის წევრი სლოვაკეთიდან და წევრობის მსურველი სერბეთიდან. ბევრი თვლის, რომ სი ძინპინმა ამ აღლუმით რესპექტაბელობა შემატა მსოფლიოს წამყვან ავტოკრატიებს. ამ მხრივ ყურადღების ცენტრში ორი მოექცა. ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის ლიდერები ერთმანეთს გულთბილად შეხვდნენ ჩინეთში. ამ ქვეყანაზე ორივე დიდწილადაა დამოკიდებული. ახლა უკვე ერთმანეთზეც. უკრაინაში 3 წლინახევრის წინ დაწყებული რუსული აგრესიის შემდეგ ფხენიანმა მოსკოვს ხელი 15,000 ჩრდილო კორეელი ჯარისკაცით, ბალისტიკური რაკეტებით და არტილერიით მოუმართა. კურსკიდან უკრაინული ჯარების შევიწროვების საქმეში. მოსკოვს მადლობა არ დანანებია. ბოლო პერიოდში ჩვენს ქვეყნებს შორის განსაკუთრებული ურთიერთობა ჩამოყალიბდა. ისაა მეგობრული, სანდო და მოკავშირეობითი. თქვენმა სპეციალურმა დანაყოფებმა კურსკის ოლქის გათავისუფლებაში მიიღეს მონაწილეობა. ისინი იბრძოდნენ გმირულად. ჩვენ არ დავივიწყებთ იმ მსხვერპლს, რომელიც თქვენმა შეიარაღებულმა ძალებმა და ოჯახებმა გაიღეს. რუსი ხალხის სახელით მადლობას გიხდით თანამედროვე ნეონაციზმის წინააღმდეგ საერთო ბრძოლაში მონაწილეობისთვის. გადაეცით მადლიერების თბილი სიტყვები ჩემგან მთელ ერს. მას შემდეგ, რაც გასულ ივნისს ჩვენს ქვეყნებს შორის შეთანხმება შედგა, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება ყველა მიმართულებით. მის ფარგლებში ჩვენ გავიარეთ ერთობლივი ბრძოლა ჩვენი ძმა რუსეთის ხალხისა და არმიის მხარდამხარ. ამხანაგი პუტინი მუდმივად ხაზს უსვამს იმ ფასს, რაც ჩვენმა ჯარისკაცებმა ჰეროიზმით გაიღეს. მე აქამდეც გითხარით, რომ თუ არსებობს რამე, რაშიც შეგვიძლია რუსეთს მხარდაჭერა აღმოუჩინოთ, ამას უთუოდ გავაკეთებთ. ამ საქმეში ძალისხმევას არ დავიშურებთ. ეს ერთობა არ მოსწონს ტრამპს. მეტიც თვლის, რომ ეს მისი საწინააღმდეგო კავშირია, რომელიც შეთქმულებას აწყობს ვაშინგტონის წინააღმდეგ. ამან ნათელი გახადა, რომ პეკინიდან მიღებულ ამბებს სოფლიოში ყველაზე დიდი ყურადღებით სწორედ ვაშინგტონი აკვირდებოდა. დიდი კითხვა, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს, ის არის, ახსენებს თუ არა ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი იმ უზარმაზარ მხარდაჭერასა და სისხლს, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩინეთისთვის გაიღო, რათა მას ძალიან არამეგობრული უცხოელი დამპყრობლისგან თავისუფლების უზრუნველყოფაში დახმარებოდა. ბევრი ამერიკელი დაიღუპა ჩინეთის გამარჯვებისა და დიდებისკენ სწრაფვაში. იმედი მაქვს, რომ მათ სამართლიანად პატივს მიაგებენ და დაიმახსოვრებენ თავიანთი სიმამაცისა და თავგანწირვისთვის. გთხოვთ გადაეცით ჩემი უთბილესი მოკითხვა ვლადიმერ პუტინს და კიმ ჩენ ინს, სანამ შეთქმულებას აწყობთ ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ. მოსკოვში უარყოფენ, თქვეს რომ შეთქმულებისთვის არავის ცალია და ასეთი რამ გულშიც კი არავის გაუვლია. კრემლში ნაწილი იმედოვნებს, რომ ტრამპმა ეს სიტყვები გადატანითი მნიშვნელობით თქვა. ნაწილმა კი მასში ირონიის ამოკითხვას სცადა. Президент Трамп, я надеюсь, не без иронии. სოციალურ ქსელში პრეზიდენტი ტრამპი, იმედი მაქვს, რომ ირონიით, მოკითხვას უთulis თავმჯდომარე სი ძინპინს და სთხოვს მას მეგობრული მოკითხვები გადასცეს პრეზიდენტ პუტინსა და თავმჯდომარე კიმ ჩენ ინს. იმედი მაქვს, რომ ირონიის გარეშე არ უთქვამს, რომ ეს სამეული თითქოს შეთქმულებას ამზადებს ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ. მე მსურს გითხრათ, რომ არანაირი შეთქმულება არავის მოუწყვია, არავის შეუთხსავს რამე ასეთი. ასეთი რამ აზრადაც
არავის გაუვლია. ამის გარდა შემიძლია გითხრათ, რომ ყველას ესმის თუ რამხელა როლს თამაშობს ამერიკის შეერთებული შტატების ამჟამინდელი ადმინისტრაცია და პირადად პრეზიდენტი ტრამპი მიმდინარე საერთაშორისო კონფიგურაციაში. ჩინეთმა მასშტაბური სამხედრო და პოლიტიკური ღონისძიება 1945 წელს მოპოვებულ გამარჯვებას მიუძღვნა, როდესაც იაპონიის დამარცხება შეძლო და მას კაპიტულაციისკენ უბიძგა. 50,000 სტუმარი და 30-მდე მსოფლიო ლიდერი კი სი ძინპინისთვის კარგი შანსი გამოდგა საკუთარი თავი გლობალურ ლიდერად. პეკინი კი მიზიდულობის ახალ ცენტრად წარმოეჩინა, რომელიც მზადაა შეავსოს ძალაუფლების ვაკუუმი ყველგან, სადაც ამის შესაძლებლობა მიეცემა.